დიახ. ყველაზე მეტად საზღვაო ისაა დაკავებების აღარ გვიგვირს. საზღვაო ის არის ბიზნესი ევანიშვილი და რატო? იმიტომ რომ აღარ გვეშინია, აღარ ეშინია ხალხს. დაკავება პატივია უფრო ხალხისთვის. აი ივანიშვილი ოლიგარქი ვისაც ერთი შემოშვილებით და შემომავლებით ერთი და გაკავებს ხო? ნებისმიერ ადამიანს არ წმუნებს მორიგ ჯერზე, ესე იგი იმდენად პრობლემის შემქმნელია რეჟიმისთვის, ის ვალდებულია და იძულებულია დააკავოს. ამით არაფერი გამოვლენ ბიჭები ხო? ლექსტო მაჭავარიანი, გიორგი ჯავანაძე და შემდეგობარი, რომელიც ყოველდღიურად იმით დააკავოს, რომ 2 წალი შეშა, 2 ნატეხის ხიჟა, და ზურგ ჩანკას. და აი რას აკეთებს? აი ერთი და იგივე საუბრობენ რეჟიმის წარმომადგენლები, აი მოშლილი წისქვილებით არ ახუნებენ მომაბეზრებულად ერთ და იგივე ფრაზებს, ერთი და იგივე ტერმინოლოგიით. ან ლექსიკონი გაიმდიდროთ, ან რაღაცა ახალი შინაარსობრივი დატვირთვა მიცეთ, მათ მუქარას, მათ ბრალდებას, მოგბერს და ხალხო, აი ფერადი ბავშვები, აი ამ ჰანგების ფეშ, აი ამ მუსიკის ფონზე, როგორ უნდა დაამარცხოს, ყველაზე ოროტმა რეჟიმმაც კი. ელოდებოდით, რომ ამდენი ადამიანი დარჩებოდა, თქვენ მოუწოდეთ, რომ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მინდა თქვა, ვარტები გუშინ პოსტი ეწერა და მუზარ ცდილავს და საქართველოს მოსახლეობაზე, ან საზოგადოებაში როგორ დაიშალა, ხო, ყველა კარგად იცოდა. თვითონ ტანკი მოდიოდა იმ იმპერიაში, იმ ბოროტებაში, თვითონ ქართველზე. და ის რეჟიმი დაამარცხა ქართულ ხალხმა და ეხა ანზორ ჩუბინიძე და ვაშა ნასრულიშვილი და შალვა რამიშვილი ეხა როგორ დაამარცხეს ამ ხალხს, გამორიცხულია ერთი და იგივე საუბარი წარსულზე. რაც არ უნდა იყოს, ხო? წარსულზე როცა საუბრობს ეს ხალხი, ეს ყველაფერი სასარგებლო მაშინ არის, როცა აწყო გახარებს და მომავლის გჯერა. არც აწყო ახარებს, არ ახარებს, ბედნიერები კი არ არიან. და არც მომავლის ჯერათ. არც იდი არ შეხედულებები აქვს და კი ბატონო, ვინ ვაჯობებს, ვინ გამოვაკე და გამარჯვებული, უახლოეს პერიოდში ვნახავთ. მე თქვენ და 100,000 ადამიანი დაწყებულია, რომ გამარჯვებული გამოვა ქართული ხალხი. რუსთაველის გამზირზე გაიმართოს. დიახაც რაც უნდა შიშის ზარს სცემდეს რეჟიმს მოწემულობა და პერსპექტივა, რომ რუსთაველის გამზირზე გაიმარჯვოს. ეს ასე იქნება. ეს ასე იქნება შვიდობით და სიმრავლით და სიგრძით გავიმარჯვეთ. არ ვიყო ჭახე შეფასებებში, მაგრამ მებრალება ერთის, მეორეს და მესამეს ვინც არის ქართველი. აქ ყოფნა ბევრად უფრო დიდი პატივია. ვიდრე ხლა აი ბინარაძე და რაღაცა მორჩელი ადამიანები რო ვიყურებენ, ეხლა აი ბინარაძე კობახიძეს ვეუბნები, ეხლა და ივანიშვილი, ეხლა თქვენ გონიათ თავი ხელისუფლება და ეს ხალხი გონია თქვენი მორჩილები? ბევრად უფრო პატივია ჩვენთვის ვიდგეთ აქ რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისას ვიბრძოლოთ, ვიდრე იქ სადაც ვიყავთ, იმიტომ რომ თქვენი ბრძვით ოლიგარქის რაღაცა აკვიადებებისთვის. ბოლო როგორი იქნება, ბოლო იმდენი არქნას, რომ არ გამოგესწრებოდეთ ქუჩებში. და დაემუქრეთ დაკავებები, დაჭერები. ერთმანეთს ილოცეთ ხალხმა გაპატიოთ. ჩვენ გვაქვს ეს უნარი, რომ გაპატიოთ, ხალხის გაპატიეთ, მაგრამ ყველაფერს ლიმიტი აქვს და ნუ გადაამლაშებთ. დანარჩენი ეს მუსიკით, აი ეს მშვიდად ლაღად აგამარცხებთ. მე თქვენთან ერთად ვიხუმრებთ ბევრს, ცოტა დაგწინებთ. ნამდვილად აუცილებლად მოვა ამის დრო, როდესაც ნიშნის მოგებით ოღონდ იუმორის პარკლებში აგელაპარაკებით როგორ იყო, როდესაც დაჭერას გვიპირებდი ბატონო ირაკლი გობახიძე. ჩოგო ისე მოგხდები დაჭერით, ნორმალური ხარ შენ, აი შენი ირაკლი გობახიძე, როგორ უნდა მეშინოდეს მე ნებისმიერს. სასაცილო არის, ან რო დაიყენებ ამ სახეს და გამოხვალ და იმას დავიჭერ, ამას დავიჭერად. სხვას მაინც ათქმევიეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კომიკურია. თქვენზე ქონდა და ნიკამელია და მისი ზონდერები, აი ესე მოგიხსენიათ? ხო, ზონდერს რას ეძახის ეს? ზონდერს ალბათ ამ ადამიანებს მე აქ მინდა თქვა რა 2000
108 წელი იყო. მაშინაც რაღაცები არ მომწონდა წინა ხელისუფლების იცის საზოგადოება და ხმაც არ მიმეცია ნაციონალურ მოძრაობას 2008 წელს არა და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეების დარბევა ჩემთვის იყო მიუღებელი და ვაპროტესტებდი როგორც ამორჩეველი და როგორც მოქალაქეც. არანაირად არ ვიყავი ანგაჟირებული ერთი ოპოზიციის წარმომადგენელიც კი არ ვიცოდი სახეზე ხელით ჩამოთვლის დონეზე. მაგრამ აქციებზე ვიღებდი მონაწილეობას. მორალურად მაგ უდიდესი უპირატესობა ამ ადამიანებზე, მათ შორის კალვაძეზე, რომელიც გამოდიოდა რუსთავი 2-ის ეთერში და საზოგადოებას გამოვდა. აი 7 ნოემბერს დაირბა გაურობა, ხო? კალვაძე გამოდიოდა და საუბრობდა, რომ პოლიტიკოსები, მაშინდელი ოპოზიციონერები, იულე დამნაშავეები. დღეს რასაკეთებს ეს მაიმუნი? კალვაძე დღეს იგივე ხელისუფლებიდან, ხახდო. როგორ შეიძლება ახლა თქვენ აჯობოთ მართავ ხალხს? ბევრია ჩემნაირი, ხო? მაშინაც გონია, ჩემი ნაწილია ცხოვრები, ჩემი ბიოგრაფია, ხო? როგორ გესახებათ აი ამ პროცესების თქვენ თქვით დღეს რომ შაბათ 3 საათზე კიდევ ერთი მასშტაბური აქცია იქნება, თუმცა მანამდე ალბათ ყოველდღიურ რეჟიმში აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში სიურპრიზები იქნება ბიზნესმენის რეჟიმში. დავღლეთ რა, მაგრამ დავღლეთ. დაიღლებით, ძალიან დაიღლებით და დააყრით ამ ყველაფერს, რაც გაქვთ, არ ვიცი. და წახვათ სახლებში. ხო რა შეიძლება მოხდეს? ჩვენ რატომ უნდა დავიღალოთ? ჩვენ იდეისთვის ვებრძვით. ისინი არაფერს. დაქირავებული ადამიანები არიან და იდეის გარეშე დიდხანს უბრალოდ ვერ გასტანენ. ამ ჩვენთან დაპირისპირებაში რა და იმ საზოგადოების ნაწილს მინდა ვიმართო. ცოტა, მაგრამ შემორჩა. აი 7 ნოემბერი რო აშმოთებდათ და 8 ნოემბერი რო ახარებთ. 26 მაისი რო აშმოთებდა და 20 ივნისი რო ახარებს. თქვენ თავთან ხართ მართლები? მადლობა გოც არა ხარ თქმა უნდა არის ბევრი ისეთი ადამიანი ვინც მაშინაც იდგა 20 ივნისაც იდგა 7 ნოემბერსაც იდგა და იმიტომ ვართ ძლიერები ჩვენ იმიტომ გაერთიანდა საზოგადოება იმიტომ რომ სიმართლის გარშემო გაერთიანდა და ეს ადამიანები ანუ საკუთარი მიზანშეწონებიდან გამომდინარე აფასებენ მოვლენებს და წინასწარი განწყობებით არიან ესე იგი ნიკამელიას თუ თავში მოხდება ღირსია, გიგიგულავას თუ დაიჭერ ღირსია, ფარცხალაძეს თუ დაიჭერ დანაშაულია, გამიგე და ობიექტურობა, როცა შენ გიღალატებს, შენი ადგილი და როლი ქვეყნის განვითარების პროცესში აღარ არის და თუ სადმე ხარ, წონა შენ სიტყვას არ აქვს უბრალოდ. ეს რეალობა დგას. შაბათ 3 საათზე მასშტაბური აქცია, ძალიან მასშტაბური, კიდევ უფრო დიდი ვიდრე ეს იყო გუშინ გაიმართება მანამდე იქნება რა თქმა უნდა წერტილოვანი მშვიდობიანი მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები მანამ სანამ ბატონი ივანიშვილი არის რეჟიმის სათავეში როგორ მინდა მალე მოვიდეს ის დღე როდესაც თქვენს ეთერში საზოგადოება თქვენ ეთერს დაშობით გაიგებს რომ ბატონი ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლებაში რეჟიმში და ძალიან მალე მოვა ახალ წელზე მეტად ელოდებიან ამ მოვლენას და უნდა გავახაროთ ერთმანეთი გავახარებთ კიდევაც დიდი მადლობა